მე ვარ დედამიწის ზურგზე ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ესა თუ ის გენეტიკური კოდი ამოიცნოს. გარეგნობის მიხედვით რასაკვირველია. ასევე მე შემიძლია ადამიანებს ურჩიო პროფესია, თუ რომელ სფეროში არიან ძლიერები, რომელში სუსტები, რა პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის კუთხით, ასევე შემიძლია ამა თუ იმ გენის მატარებელ ადამიანს ურჩიო რომელი გენის მატარებელი ადამიანი იქნება მისთვის საიმედო მეუღლე. არსებობს გენეტიკური კოდები, რომლებიც ერთმანეთს ვერ ეწყობიან. არსებობს გენეტიკური კოდები, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად ეწყობიან. მაგალითად, R გენეტიკურ კოდს და J გენეტიკურ კოდს ეყოლებათ იდეალური ოჯახი. რატომ? იმიტომ რომ ორივე სემიტური წარმოშობისაა და ორივე დაახლოებით ერთნაირი აზროვნებისაა. მაგრამ G გენეტიკური კოდის და R გენეტიკური კოდის ოჯახი არ გამოირჩევა სტაბილურობით. G გენეტიკური კოდის მატარებელ ადამიანს შეუძლია დაქორწინდეს ნებისმიერი იაფეტური ხაზის წარმოადგენელ ადამიანზე. მაგრამ G გენეტიკური კოდი, ვინაიდან ის არის ჯიუტი და ვინაიდან ის არის კეთილი ბუნების, ვერ იტანს, როცა მას იყენებენ და ცდილობენ მის დამორჩილებას, დამონებას. ვერ იტანს ასევე, როცა ხალხი მას ზევიდან უყურებს. შესაბამისად, G გენეტიკური კოდისთვის მაგალითად, ირგვლივ, რაც კი შეგვიძლია ვთქვათ, არის N გენეტიკური კოდი იდეალური. N გენეტიკური კოდის მატარებელი ხალხი არის დინჯი, წყნარი, მშვიდი, ნიჭიერი ხალხი, ხელოვნების დარგში არიან ნიჭიერები. G გენეტიკური კოდის დაახლოებით მასეა. CGUT-ის ხარისხი მათ შორის არის G გენეტიკური კოდის სასარგებლოდ. თუ კი შენ ატარებ G გენეტიკურ კოდს, მე გირჩევდი, რომ არ დაქორწინებულიყავი R გენეტიკური კოდის მატარებელ ადამიანზე. მართალია R გენეტიკური კოდის მატარებელი ადამიანები ცისფერთვალება მაღალი, ლამაზი ხალხია, მაგრამ ხასიათი სხვანაირი აქვთ. რაც შეეხება G გენეტიკური კოდის მატარებელი ადამიანის და E1B გენეტიკური კოდის მატარებელი ადამიანის ოჯახს, შვილი სოფლიო ლიდერი იქნება, ან ალბერტ აინშტაინი. ეს ორი გენი გამოირჩევა ერთი ორატორული ნიჭით და ლიდერული თვისებებით, მეორე კი CGUT-ით და მათ შორის სიმამაცით. შესაბამისად, დიდი ალბათობა აი ამ ორი გენის გადაკვეთის შედეგად მიიღოთ გენიოსი, რომელიც შემდგომში შეიძლება აღმოჩნდეს იმპერიის მმართველი. ბევრჯერ მოგვისმენია ამბები საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა R გენეტიკური კოდის მატარებელ სლავებს თითქოს და მოსწონდათ G გენეტიკური კოდის მატარებელი ქართველები და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გატაცების დონემდეა, სანამ ერთიც და მეორეც არ გამოამჟღავნებს თავის რეალურ სახეს. ეს რასაკვირველია ბრჭყალებში. დააკომენტარეთ, რა შემადგენლობის გენეტიკა გაქვთ და მე გირჩევთ, რომელი გენის მატარებელი ადამიანი იქნება თქვენთვის იდეალური მეუღლე. ბოროტი კომენტარების ავტორები დაიბლოკებიან და ბოროტი კომენტარები წაიშლება. მე ეს გვერდი იმიტომ შევქმენი, რომ ხალხს დავეხმარო და არა იმიტომ, რომ აქ გაუმდიდრდე ან პოპულარობა მოვიხვეჭო. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა მართალ გზაზე გატაროთ მუდამ.